სკოლის ბუფეტში დაობებული ხაჭაპური უჭამი. გაფუჭებული ყოფილა. რას ამბობ, გოგო? ვაიმე მოწამლულ ხარ და ეგ არის, რა წამალი მაინც გეყიდა. წამალი როგორ მეყიდა, სახში მივხვდი რომ გაფუჭებული იყო. კუჭი მტკივა და მიბუყბუყებს. წადი ახლა სასწრაფოდ რეგიდრონი იყიდე აფთიაქში და რომ მოხვალ დალიე ეგრევე. მიდი. მიშველის მერე ეგ. კაი ხო ჩავალ და ვიყიდი. ამარი როგორ გამოხდი ტუალეტი ჩარეცხე? კი. აბა თვალებს შემომხედე და ისე მითხარი. არა. დროზე მიდი. სანამ მოვიწამლეთ ჩვენს. გამარჯობა, ორი რეგიდრონი მომეცით თუ შეიძლება. ფუშენი თან ხარ მაგ ბარათზე. ინგა ფული არა მაგ ჩამირიცხი ბარათზე. რაღის ქალბატონო ეგ? 4 და 65. 15 ლარი ჭირდება. ჩვენი ბარათი გაქვთ? არა, არ მაქვს. კარგით, ეხლავე გაგიხსნით. არ მინდა მეჩქარება. არა, დამელოდებით, უნდა გავხსნა. კარგით. სახელი გვარი. ანასტაცია ზედგენიძე. დაბადების თარიღი 2 აგვისტო 2004 წელი. მან დაწერთ საცხოვრებელ მისამართს და პირად ნომერს. ექიმო, ხო გადავრჩები? კი, შვილო, გადარჩები, მოწამლული ხარ, მაგრამ გადარჩები უფლის წყალობით. აუჯე, ეს ქუდი ვიყიდოთ რა, ძალიან მომეწონა. ვაიმე, ეგ რა ქუდია, მარიკო, მოიხადე ერთ შენი ჭირიმე რა. მიხეილ გორბაჩოვს გავხარ. ვიყიდოთ, აბა რას ვეძებთ, ჩებულაბაზო გოგო? რა ვიცი, შარვალს და კურტკას ვეძებ ბავშვისთვის, დუტის. მე ვაფშე ნაირ-ნაირი თავარია მაღაზიაში შემობძანდი. აუჯე, მე ის კურტკა მომეწონა, ყავისფერი. ხო, მიდი აბა მოისინჯე. რა კარგი რაღაცა. უი, რა კარგად გაქვს, მარიკო, რა გინდა? რამდენად მომცემთ ამას? იგა 120 ლარი ჩაიცვი წაიღე. 120. 80 არ გამოვა. არა, ჩემო კარგო, რა 80 ლარი, ეგ ვაფშე ერთი მოდელია დარჩენილი. კარგი, თავიღებთ მაგას, ბარათით ხო გავატარებთ. კი, ჩემო ლამაზო გოგო, უკვე ყველა ტერმინალით იხდის იმენა რა. აინებეთ. ვაიმე, რატო არ გადაიხადა? ფული არ არის ბარათზე. ვაიმე, რას ამბობ? დედა შეტანა დამავიწყდა თანხის. დიანასტასიას რო გადმოვარიცხინო, გუშინ წინ ჩამიწერა სქულაპი ტელეფონში. ვაიმე, მიდი გეხოცები გაუგზავნე მოთხოვნა და გადმოვარიცხინე რა. გდანიდან ვარ კაცო ლილოში წამოსული. აი რეკავს. ხო, ანასტასია. რას უცლებს თხოს იქ ბავშვი? ვაიმე, გადმოურიცხე მიდი რა, მაღაზიაში ვარ და ვერ გადავიხადე ბარათით და რომ მოვალ მოგცემ მერე სახლში. კაი, საკომისიო იქნება 30 ლარი მაშინ. კარგი ხო. ესე იგი, ბავშვები გავზარდე თუ ბანკირები ვეღარ გამიგია რა. დი გადმორიცხე სქულაპით და გადაიხადე. აბა მაითავ ნახოთ მოდი. სიუ ეგარი დადასტურდა რა, ბიჭიც მოგესწრო აგერ. ხო, რა ვიცი. დედა საწავიდა ბავშვი კაცო. შეხედე. აუჯე, მინდა ეს ქუდი. ანასტასია, დედამ საჩუქრები მოგვიტანა. ვაიმე, მართლაც რო საჩუქრები რა, ისეთ ტავარს მივაგენი შუა ვაკეში. აბაშიძის 10 ნომერში. თოვლის ინგაც მოსულა. რა იყიდება მოჩვენი? ნახე, მან დავდე როგორი იუბკა ვიყიდე ზამთრისთვის, არაჩვეულებრივი რა. გოგო, ლილოს ფასები ქონდა მაგ მაღაზიას, კაცო. რა ერქვა? მელოგრანო ხო? ცოტა ახლა შენი სწავლის ფული შემომეხარჯა. სამაგალითო მშობელი ხარ. ტანსაცმელი ამჯობინე შვილის განათლებას. კაი, არა უშავს დავამატებ მერე ცოტა ხანში. სამაგეროთ ნახე რა შარვალი გიყიდე, რო არავის არ ეცმება. არ არსებობს. ზუსტად ეს შარვალი მქონდა ტელეფონში დასკრინული. ვიცი ხო, კაცო, მაგიტო კი. რაღაც არ მომეწონა ეგ დაუსრულებელი წინადადება. ვაიმე, დაუსრულებელზე გამახსენდა. ვინ შემთხვევა თუ იცი მაგ მაღაზიაში? კეთინო დეგენერატი. ომარიკოს კლასელის დედა. რო არ დასრულდა ჩემი და მაგის შეხვედრები რა. რა იყო მე შოპინგობდა ადამიანი? რა იყო და იმდენი რაღაცა იყიდა გაოფლიან და საწყალი კონსულტანტი მაგეების გატარებით. როგორ შეიძლება, კაცო? აბა საწყალი კონსულტანტი, სუმაგაზე ნერვიულობ.
აუ დემე რა მიყიდე მაჩვენე რა. სუტყვილად გიხარია ომარიკო, მაგ მაღაზიაში მარტო ქალისტანსაცმელია. შენ ხო გიყიდა კაცო ახლები. აუ მე რა კიდე მინდოდა, ამას ჩავიცმევ მე. რა შეიცმევ კაცო, ჩემი უბკაა ეგ. ვაიმე დედა. შეხედე, კი მოუხდა ისე ხო იცი? ვაიმე მამაო, რატო არ გამოჩნდა? ვინმე დაურეკეთ მოიკითხეთ კაცო. უი რა შვებით ამრიკო ისე მარხულობ ხო შენ? მარხულობ თინგა თავის თავად ხარ, რაც ჩემი ქმარი აღარ მუშაობს არც ხორცია სახში და არც ყველი და მარხვა გამოგდის. გოგოიბო მესანთლე ქალთან გავარკვიე და მოდის თურმე მამაო გზაშია. რესტორანში ყოფილა და საშინელი საცობებია თურმე. დედა მე რამდენი შემთხვევა უკვე ამ ბოლო ორ კვირაში კაცო, იმდენი საქმე აქვს საწყალმამაოს, რომ სუასე გზაგზა უწევს ხოლმე ჭამა რესტორანში. დამეწובה ხოლმე ზოგჯერ რაღაცნაირად გული რა. უი თამრიკო რესტორანზე გამახსენდა გოგო რაკენით აბა როგორ ჩაამთავრეთ შვილიშვილის ნათლობა. რა ვიცი ახლა რესტორანი ვეღარ შევძელი თინგა, მაგრამ მაინც რაღაცაირად გულდამშვიდებული ვარ 300 ლარი მიუცია ნათლობის მერე ჩემთვის მამაოსთვის და მამაოსთან ახლა ეგ გადაგვეკარგება ნამდვილად. აბა რა კაცო. მამაოსთან ვის რა დაკარგვია ერთი შენი ჯირიმე. აი მე რაღაცნაირად ცივა ხო ის ეკლესიაში. ეციება ინგა აბა რა იქნება. დაანთეთ რა ხალხო, ერთი სანთელი რა გაგიხდათ ყველას რომ დაანთოთ. ან ერთ წუწურა კიმრები თუ კიდე სადმე არის არ ვიცი რა. გეგონოს თამრიკო, მესამე მიკროში რო ტაძარია ხო იცით გოგოებო, მანდბრებლი ყოფილა თურმე ნოიტყვი, შარშან მაგათი მამაოს შვილი მოწყობილა უმაღლესში და ერთი არავინ არ წააშველა ხელი საწყალმამაოს რომ უნივერსიტეტში სწავლის თანხა შეეტანა. რას აღარ კადრულობს ხალხი? უი. ხო დედი. არ გამიკეთებია საჭმელი დღეს რა უნდა გამეკეთებინა კაცო. რამე იქნება და გადაიარეთ ახლა დღეს რაღაცაზე. ო, კაი. აი მოვიდა მამაო რესტორნიდან. დედა როგორი გადახლილი სახი აქვს. აუ ძალიან მაგარი რაღაცა მოვიტანე პროსტა. სად იყავი გოგო გული რო გაქამოვარდნელი? ვეღარ სუნთქავს კაცო. ნახე რა მაგარი ნაძვის ხე დავითრიე. კურიერმა მოვიტანა და გამოვართვი. საქართველოსშია წარმოებული და ხელნაკეთია თან. აუ რა მაგარია. ჩემი თახში დავდგა შეიძლება? შენ თახში კი არა ბიჭო დავდგავ თაგერს ალაში. დედა ერთი კვირაა გიხოცები ნაძვის ხე დავდგათ მეთქი. ხო არ გინდოდა? ხო და დავიდგავ ამას ჩემო თახში. როგორ არ მინდოდა, მაგრამ ის ძალიან ძღონკი ნაძვის ხეა კენაცვალე. ეს კიდე ნახე რა ლამაზია. ტყუილად ეფერები. ჩემო თახში ვდგავ. ომარიკო შენ კიდე ძველი ახალწელს დაგიდგავ, კაი? აუ კი ძალიან მაგარია. ომარიკო მიდი აბა შეერთე გავტესტოთ. თან 16 ფერში ანათებს, იცი? თავისი პუნქტი აქვს. შეგიძლია რომ აციმციმო. აუ ძალიან მაგარია პროსტა. ჩემ მეგობრებს არავის არ ექნება ესეთი ნაძვის ხე. იყიდონ მე მეხوارუშლი. Instagram და Facebook გვერდებია, მიწერენ და არჩევენ როგორცაც უნდათ. მიუტანს მე კურიერის სახში. ანასტასია, ესე იგი არ დგავ ხო მაგას სალაში. კი ბატონო, გამოვიტან მაშინ მე იმ ძველს. ტრიანს მძიმე როა და 3 საათი რო უნდა აწყობას. ინგა ორი მემვიცით რომ ეგ ნიანგის სრემლებია. ვაიმე თუ არ დადგავ ერთი შენი ჭირიმე რა. ანასტასია, ვიდაუცინია. ამას მე წავიღებ მაშინ. თითილია გინთო, გამოგიჭიდე. თეკლაკურ გენიჯერო კი ბებიდან დაგურებულა, გაიგე? იმ ახალმა ფეხსაცმელებმა უმტყუნა. ანასტასია, რას ლაპარაკობ მაგდენს, გოგო? გადადეხლა ტელეფონი და რაც გითხარი გააკეთე. რა უნდა გავაკეთო? შეხედე რა. გოგო, არ გითხარი წეღან? ლობიო უნდა გაარჩიო და დაადგა მოსახარშად. მე საყიდლებზე მივიდივარ და მალე მოვალ. ჭკვენად იყავით. ანასტასია, იცი დღეს ბავშვებმა უნდა ვიქეიფოთ ეზოში. ყველამ უნდა გამოვიტანოთ ლობიანები და წვენები. ბესედკაში არ შეხვიდით. მან ჩვენ უნდა ჩაუწყდეთ და მაინც გამოკვდით. შაშენ ცუდად რო გახდი მაინც გახსოვს? მახსოვს კი, ეგ ფოტო გამომიგზავნა ეხა თიკომაც. თვრალი რო ვარ და სტოლბაზე შემოხვეული. სად ნახე გოგო ეს ფოტო? იმენ არქივში მუშაობ, ხო? კიდე ტელეფონზე დაიწყო ლაპარაკი. ჩუმად იყავი რა მულტფილმს უყურებ.
არა თიკო, ეგ თეკლა გურგენიძის მეექვსე შეყვარებულია. რომელი და მხატვარი, საფლავის ქვებზე რო ხატავდა. აი მე ისეთი ცომი გამომივიდა, რომ გამოსაცხობად დაგენანება ადამიანს რა ოქროსავით არის. ანასტასია მოიშვი ახლა მაგ ტელეფონზე გამომიტანი მიდი ისლობიო. დავიწყო გამოცხობა კაცო. ხო გაამზადე. აუ დამოვიწყდა პროსტა. თიკო მაგ ბიჭის ნომერი გამირკვიე. როგორც ვატყობ ერთი საფლავის ქო ჩემთვისაც დაბჭირდება ამ საღამოს. Happy New Year, teacher. Wish you all the best. Ой, შენ ჩოკოლადი მოიტანე გოგო. I think my diabetes is getting worse today. Have a seat. Almost მე ხელცარიალი მომიწია მოსვლა. Sorry. არა უშავს თეკლე, მთავარია გული გაქვს სავსე. ბიჭებით. Okay, let's begin our lesson with some speaking exercises, like we always do. Გაიგე ხო თეკლე რაც თქვა, დღეს ადრე გაგიშვებ თუ. კი, მესმის ყველაფერი. კარგი ანასტასია, tell us please, how was your day today? It was stressful, especially when I met this girl right there. Tekla, was it stressful for you too? გადასახაცულის მომიტანო გეკითხება. Tomorrow. კარგი გოგოებო, დღეს სიტყვებსაც უნდა ვივარჯიშოთ ჩვენ ტესტებით, მაგრამ 2 წუთით გავალ რა. My daughter has a fever. I should check on her. Okay. აუ რა თქვა ბოლომდე ვერ გადავთარგმნე. რედა რომუელ გაკვეთილი უნდა ახსნა სკლეროზზე ინგლისურადო. მოვედი. She's better now, but I'm still nervous. აუ მას ბიბია ჩემსაც ჭირდა და გარდაიცვალა. დაიძიდი რაღაცა. თოვლის პაპას წერილი დავუწერე. დედა ეს გრაგნილი რამ დაგაწერინა, ომარიკო, თოვლის პაპა ეს მილიონერი კი არა, კაცო. 300 ლარი აქვს პენსი. წერილია. ფული თუ არ იყოფა კიდე დაალომბარდოს თავისი მარხილი. თოვლის პაპას უდაელაპარაკები, უთხარი რომ პირველი საჩუქარი მინდა, ყველაზე მეტად 23 და 77. რო კითხო მათემატიკას ვერ სწავლობს და კი ჩამოუწერია 84 საჩუქარი, ლეპტოპი. აი მეც კი მინდა ისე რა ხარნია. ინგა როდის ველოდებით თოვლის პაპას დასავლეთ საქართველოსდან. არ ვიცი დაურეკავ საღამოს და მეტყვის ალბათ. ომარიკო მიდი რა ტუალეტის ქაღალდი გაიტანე იქ, რო არ დაიწყოთ მე ყვირილი გამოილიაო. თიკო ხო გავდივარ დღეს ნაძვის ხეზე. იმზად ვარ უკვე და როცა გინდათ გამომიარეთ. აუ მეც წამიყვანე რა ნაძვის ხეზე. ვერცად ვერ წაგიყვან. ინგა იცით იქომ თავის შეყვარებული უნდა გამაცნოს დღეს. Facebook-ზე ვნახე მაგ ბიჭის ფოტოები და მშვენიერი ტიპია. თან მუშაობს, თან სწავლობს. 20 წლის არის. იყავი ომარიკო შენ სახლში. ლია დეიდა უნდა გამოვიდეს და ასე თქვა პეროგი უნდა გამოვუტანო. სო წავედი მე გავდივარ და მანქანით მომიყვანენ მე თიკო და ის ბიჭი. ხო შეხოთაშორის იმ ბიჭს მანქანაც ყავს. წადი ხო? დედო ცოდნია ყველაფერი და რაღა უნდა გაიცნოს ნეტა. ომარიკო სათხარ? ტუალეტში. სანამ ეს გამოვასწრებ. ხო დედა როგორ ახარა ბარაშვები? რა ვიცი აბა ნელა. როდის ჩამოდიხარ შენ სოფლიდან? საჩუქრების სია ხო ნახე. რა ვქნა კაცო ჩამოწერა ბავშვმა და იმას ხვარ ვეთქვი ხა თოვლის პაპა არ არსებობს მეთქი ხო? Do re mi fa sol la si do. აბა გავიმეოროთ ბავშვებო, ომარიკო გაიმეორე? Do re mi fa sol la si do. მე რა იყო შულო სმენა არ გაქვს საერთოდ, გაიმეორე. Do re mi. Do re mi. კარგი ხო ჩემი წუხდა გული რა. აბა აქეთ. მას გავიმეორე. Do re mi fa sol la si do. რა იყო ბავშვებო, სპილომ დაგაბიჯათ ყველას ყურზე? სმენა არ გაქვთ. მას გვესმის თქვენი. მას ჩვენ ყავდა ერთი კლასელი, სულ მღეროდა ხოლმე მარკე და მისმა გადაიყვანა მე სამკურნალოდ. რაღაც ხმები ესმოდა თურმე.
მოკლედ ბავშვებო დღეს უნდა შევმეტანა მაგნიტოფონი, რომელიც ვერ შემოვიტან, იმიტომ რომ სახლში დამრჩა, უნდა აგვეხსნა ოპერა და მოგვესმინა ოპერისთვის, მეც ახლა ვერ ვიმღერებ, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ნოტებია, ამიტომ მაგალითად ეს დღეს გადავახტებით და ავხსნით ორღანს. მას ორღანი გაქვთ მოტანილი? ორღანს ვერ მოვიტანდი ფუტკარაძე, ტაძრის კედლებში ჩაშენებული. მას მე დავდივარ ეკლესიაში, სტიქაროსანი ვარ, მაგრამ ჩვენ ეკლესიაში არ არის. იქნებ ვასოს კონდეს სხვირში, აბა ვკითხოთ. მას ეს სულას ეშვება. იმდენ იქნება რომ მათემატიკაზე სისხლი წამოუვიდა წეღან ცხვირიდან. ვაიმე სისხლზე გამახსენდა ბავშვებო, ვინმე სანტავიკი ხო არ გაქვთ ერთი ცალი? მე-6 კლასში გიტარა ახსენდეს, უგად ამიტყავდა თითები. მას სკოლის ექიმს ექნება და გინდათ მოგიტანაოთ. არ გინდა მაინც ნახშირს გამოგატანს და უი, ზარიც დაირეკა ბავშვებო, მოკლედ ორღანი გექნებათ სასწავლი. არა უხსნის გაკვეთილი და რა ვისწავლო? მას არ აგიხსნიეთ ორღანი. ძალიან ბევრს ლაპარაკობ შენ, ორიანი. ტილები მყავს მე მგონი. გამარჯობა ინგადეი და რავი, თავად ხო ხართ კარგად. ყოველი ლექსის სწავლის დროს კუჭი ეშლება ნერვიულობით. აბა ეხლა მეორე სტროფი ვნახოთ. ჩხა ჯაგანი აკიდო ზღრებში ბავშვებს ელიან. გაიმეორე მიდი აბა. რა ლექსია? ეხლა ცოცხლად შეგაჭმევ მაგდაქვს. მეც ბრიან წინდებს მოგიტან ეხლა, შენ იქ პარაცეტამოლი დალია მანდამდე. მანდამდე. შებული იყო. კუჭი მტკივა და მიბუყბუყებს. შემომხედე ეხლა და თვალებში აუ დაილეცა ყველაფერი. დედა ეს გრაგნილი რამ დაგაწერიდო, მარიკო, თოვლის პაპაა ეს, ის კი არა. რა ქვია, მილიონერი. მე რა იყო შვილოს, მენა არ გაქვს საერთოდ. გაიმეორე მიდი. დო რე მი. დააგვეხსნა ოპერა და მოგვესმინა ოპერისთვის, მეც ახლა ვერ ვიმღერებ, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ნოტებია, ამიტომ დღეს მაგაკვეთილს გადა. მანქანება ტვინი შეჭამეს. ანასტასია, ჩემი ჩურჩხელა ეს. გაუშვი. შტერო. შეხედა როგორ უზნეოდ იქცევიან. თქვენი ხმა არ გავიგო ახლა. პროსტა ხო აღისი რომ მაგედი სტილო ჩაუტენო ახლა პირში. ეგლეთი ჩაიმაგონელია ხალბატონო. მაგი დაიმორჩენ დედა თქვენი, თორე კედლებზე დადიოდა კედლებზე. ისეთი იყო. კედლებზე? აუ რა მაქარია. ბიბო დღეს როგორ ზინაყი გააკი თუ არ გინდა? ვაიმე ჩემი სიკვდილი, თაფლის ოპერაში დამჭა წამოსაღები მქონდა. სად ვიყიდო ახლა და სად არის მაღაზია? შენგან 3 მეტრში. აი ამ ტელეფონში. თან ვოლძეს ქულაპით 50-იანი კეშბექია. ნახე აბა რაღაც თაფლი. 40 ლარი. ანუ 20 ლარი ჩემია. აუ მინა კომდიდატები პროსტა. ნეტა სოფელშიც იყო ეს გამოძახებები. ტალახში რომ იწავს ხოლმე სიამბული, ტალახში. აუ მოხლი. ომარიკო შენც კი ვერი ული კედლებზე. ეგ მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. აუ რა სამცინი ხარ? ალკაჯო? აუ პროსტა. ბოლო წვეთი იყო ეგ. ეხლა ნახე რაც მოგივა. მიძინებული მზია გამაღვიძეთ ახლა თქვენ. მად მოვიდე დამაცადეთ. აჰა, მეც მოვედი, ძლივს მოვახციე რა. ვაიმე, რა მოხდა აქ? რა გჭირთ, კაცო? ცუდად მოვიქეცით. რისთვისაც დავისაჯეთ. რუსული ლაპარაკი რატომ ესმის? რუსეთის პირველ ნახს უსმენ საინფორმაციოს გაჩვენდი. საინფორმაციო თუ გინდა მან რატო უყურებ? ტყუილებს რო იძახიან. არაფერი ტყუილი არ არის უკრაინაში, ომი არ არის, მაგერ იძახიან. ქართული ტელევიზიები იგონებენ რაღაცებს. აუ ტვინში სისხლი ჩამექცევა ეხლა. ინგა გამოურთე რა ტელევიზორი. კაი დედა მართა რაღაცა მარაზმს უყურებ რა. რამე სხვა ჩართე კაცო გასართობი. გასართობიან პატრიოტული. ძალიანაც პატრიოტულია, რასაც უყურებ. მომასვენეთ ახლა იცოდე. რუსულ არხებს უყურებ და რანაირი პატრიოტი ხარ ნეტა? ხო, აბა შენ ხარ პატრიოტი, კებს რა აღლაჭუნე 24 საათი.
დიახ, გახლავართ. გუშინ მე ითიქობდა თეკლა მოკრიბეთ პარკში ტურისტების დაყრილი ნაგავი. თეკლას ყველაზე ცუდი შეხვდა სხვათა შორის. ძაღლის გულგლები. ეგ თეკლა ძალიან მაგარი გყავთ რა. მე შეიძლება ვიყო პატრიოტი? შეიძლება კი არა უნდა იყო, მარიკო, რას ქვია? ყველანი უნდა ვიყოთ. დიახ, ანუ გაითიშება, ხო? კარგით, მადლობა. ინგა გაითიშო შვილო, რუსული არხები აღარ აჩვენებს. ვაიმე, რას ამბობ, დედა როგორ მეწყინა. არა უშავს ხო ხდება ხოლმე რას ვიზავთ. რას უყურო ეხლა რა არის ესა? სოფლის მეურნეობის არხი. უი, ძროხებზე გადაცემა გაჩვენეთ ესეც მაინტერესებს. ძროხები? აუ, კაკაო მომინდა პროსტა. ბებოდალევ შეინც? ინგა ორი კაკაო თუ შეიძლება გეთაყვა. ანასტასია, იმოდი შენი მეგობარი თეკლა. მაგას კიდე ერთხელ იტყვი და ვარკეთილის ავტობუსს გაყვები გლდანის მაგივრად. შენი ძმა რატო წამოიყვანე? ძალიან მინდოდა შენი აზრით? შემომდენეს. მე ჩვენი აბარა უნდა იყიდო. სნეგურაჭკის ფორმა რა თქინდა? აუ, ეხა ძალიან პირად შხვარერები შენ შემთხვევით. არა, როგორ გიკადრებათ? ნაძვიცხის განათებები, ტელეფონის კეისი, სკულაპის გადმოწვი. სკულაპი არ გააქვს? გოგო, არ მაგ და გუშინ მთელ დღე მაგაზე ვტიროდი, ძალიან მაგარი ფაზაკლებები გავუმოწე. მაგრამ მე საკუთარ თავს აღვთქვი რა, რომ მეთქი ესეთი რაღაც აღარ განმეორდებათქა. კაი, სანამ სახში წავალ გადმოგაწერინებ. ეს ერთი მიზანი მაინც შეასრულე ახალ წლამდე. ანასტასია ის ბიჭი ხელს გვიქნიევს. აუ, ღადაო, ბლექსოა, აქ რაღაცა ხდება ვერ გავიგე. ომერ კვიქ და ჩიქ და დამილოდე 2 წუთი. არსად არ წახვიდი. ვა, გუგუი ბუაქ სად გაგჩითეთ თუ? ყოფილს გაუმარჯოს, რითო იმსახურე თქვენი ხილვის პატივი. რავი, საყიდლებზე გამოვედი რა. დაერიცხა ბებია შენს პენსია? შენ თალაპარაკის დრო არ გვაქვს. ეგ პენსია კიდე სულ არ შემოგეხარჯოს. თვის ბოლომდე უნდა იმყოფინო. აი ეს არის კულაპი. სანამ Wi-Fi-ს იჭერ გადმოწერე. აგერ მოვიდა მარშრუტკა. всё ავედით. შვილო, რატო სიხარაკა ვიკეტებით? ჩემ დასველოდები. ახალი წელი მოვიდა, გავისროლოთ ხლაპუშკა. აი 2 წუთი სომარიკო და გავისროლოთ კი. აბა მანამდე სადღე გრძელო, ანასტასია გითხარი რამე. ალა ვერ ჩვენთან ვარ ჩემოინგა. წარმატების მომტანი წელი ყოფილიყოს და გამოცდები ჩავაბორო ზაფხულში. ნამდვილად და მასწავლებლებში გადახდილი ფული ქარს არ წაეღოს. გაგვიმარჯოს. შეიძლება მე ვეღარ მოვესწრო მომდევნო ახალ წელს, მაგრამ თქვენ მე ყველა ჩვილო ჩამოთანავთ. ბებო, ეგრე ამბობდი შენ შარშანა, შეიძლება ვეღარ მოვესწრო, მაგრამ კი ხარ აგერ. დამაყვედრეთ სიცოცხლე, ხო, დამაყვედრეთ. მოხუცქავს. მეკლევინ იქნება ნეტა წელს. ძალიან საინტერესოა. წელს ვინ მოვა არ ვიცი, მაგრამ შაშარო პირდაღებული დავჭი ეგ ნამდვილად მახსოვს. ნუნუ რო იყო კაცო მოსული, ნუნუ, ცალით რკმელი რო აქ. რო კითხო ვერ დადის და მე-5 სართულზე ფეხით იყო ამოსული მეკვლეთ. რა გინდა მე მშვენიერი ფეხი ქონდა, ყველანი ცოცხლები ვართ. ხო, ახლა კიდე კაი მეკლე როცა ხარ მარჯვენა ფეხით უნდა შემოხვიდე თორე, მაგას ის მარცხენა ფეხი სულ დასიებული აქვს. აუ, როდის გავისროლოთ ხლაპუშკა? მიდი ხო გაისროლე, გადი აივანზე. ანასტასია გაყევი რა კიდე მოპირდაპირ კორპუსის ბინაში არ შეაგდოს, კაცო. ციხეს გადავჭით მაშინ. დედა რა ღვინო არის ესა ინგა მესამე ჩემ დივალ უკვე ტუალეტში. გააღემიძი მე მგონი მოვიდა მეკუნე. დედა შედი კაცო რა იყო, ფასიანი კი არ არის ეგ ტუალეტი. მამუკა